მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. ჩვენი განაცემის თავარი მიზანია, რომ სტუმრად მოვიყვანოთ პროფესიის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ვესაუბროთ მათ იუმორისტულ ჭრილში. ვისწავლე ამას ნელ-ნელა, მერვე განაცემა უკვე. მაგრამ შენ ვინც ეხა გადმორთე. ჩვენი განაცემის თავარი მიზანია, რომ სტუმრად მოვიდეს ხვიჩა კვარაცხელია. მე ახალი სტილი შევიმუშავე ხვიჩას მოტყუებაში ჩვენს გადაცემაში, გიორგი. აბა, გისმენთ. ხვიჩა ვერ მოვა. კაი, ეხა სერიოზულად, კაი. მოკლედ დავიღალე მე ამდენი ხვეწნით, ძმაო, ამდენი რეკვებით. ჩავედი მე წინა კვირას პარიზში. ჩავედი პარიზში, მივაკითხე კვარასასტუმროს, ავედი ზემოთ, კარი ღია დამხვდა. არც თვითონ არ იყო შიგნით. მეთქი ბიჭო, ახლა აქ ვინმე არ შევიდოს, არ მოიპაროს რაღაცეები თქო და რაც ვირფასეულობა იყო, მომხიკე ასე, წამოვიღე. კვარა, ჩემთანაა ყველაფერი აღინებიულო, ძმაო. ნუ გეშინია აქა ვარ. კი ბატონო, მოდი საქმეზე გადავიდეთ პირდაპირ, ხო? რასლა? მორჩა შენი და კვარას ურთიერთობა, ხო? არა, გავაგზელებ შემდეგ გადაცემაში. კაი, მოკლედ ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია საბრძოლო ხელოვნება. ამას რა უძღოდა წინ უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მინდა თქვა ის, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული არის ამ მიმართულებით გამა. გამას ორგანიზაცია, კი ბატონო, ტაში. მას შემდეგ რაც გამა გამოჩნდა, ახალგაზრდებს შეეცვალათ ცხოვრების სტილი, შეეცვალათ მიზნები, შეეცვალათ ყურის ხრტილი, ნეკნები. კაი, გადავიდეთ პირდაპირ სტუმარზე, გიორგი, გამოაცხადე. ჩვენი გადაცემის სტუმარია გამას ორგანიზატორი და გამშველებელი გიორგი გოჩოლეიშვილი, იგივე მაესტრო. გამა! როგორ ახართ ბატონო გიორგი? კარგა! სხვადასხვა მეორე სტუმარი ხართ, ვისაც ვერ მოვერევი. ხო ეგრეა? კი. იმის მოვერეოდი ზერეკიძეს, ელენე დავითაიას მოვერეოდი. ჩვენს გადაცემაში ხუმრობთ ხოლმე რა. ვიხუმროთ ბიჭო! ვიხუმრო! ზოგჯერ მგონია რომ ცხოვრებაში ესე ლაპარაკობ. მგონია რა დავწუნდით ახლა. მოკლედ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდით თქვენი ხმიდან გამომდინარე რა. მე გეტყვით სიტუაციებს. მაგალითად ვინმეს როცა წერთ მესენჯერზე პირველი თქვენ რო წერთ. კაპსლოკით წერ ხოლმე. ვოის არ უგზავნით? არა, კაპსლოკით. ეს ქონდა წარმოადგენილი. როგორ ახლა? მე მქონდა ესე წარმოადგენილი. აქ ხარ! ძინავს! მაღაზიაში კონსულტანტს როცა რაღაცას ეკითხები. მაღაზიაში არ ვაშინებ ხოლმე. არ აშინებ. ავტობუსში რო გაჩერება როცა გინდა? რომ გადახვალ, გაჩერე! ავტობუსი დიდი ხანი არ. ხო, მაშინ კი ბატონო. ეხლა, გამაში ხო იცით ფული იშოვე. რატომ მაესტრო, ხო შეიძლება ესე რომ მოგმართოთ მეც? გიჟად ხო არა. კი ბატონო. მაესტრო, რატომ მოგიწვიეთ, იცით? 14-იანები თუ გაქვთ თქვენ ზამთრის. ისე იქ როგორ არის, საფხულში საფხულის საბურავები გაქვთ და ზამთარში ზამთრის თუ სულ MS-ები გიწვიეთ? MS-ებია, ხო? კი. ისე მაესტრო ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლება გვეჩუქნა თქვენთვის, რა ჩვენ აქ ყველა სტუმარს რაღაცას ვჩუქნით რა. აბა. ხო და აგერ ტყუილია. iPhone დღეში სამჯერ საწუწეთ. ამამდე ჭამის შემდეგ და ძილის წინ ჩაწუწეთ და ხვას ჩაწვიდავს კარგად. მაესტრო, ჩვენთან რო სტუმარი მოდის, ჩვენ ვეპირფერებით ხოლმე. ოპა. იმიტომ რომ სხვას ნახოს, სხვა სტუმრებმა, მომავალმა სტუმრებმა, პოტენციალურმა სტუმრებმა და ისინიც მოვიდნენ რა. ვარ დაშინდე. ხო, ანუ პირფერობებს ვეუნებით სტუმრებს. ეხლა მე მაქვს ესეთი პირფერობა, ლუკა. გავა? მოკლედ მაესტროებიდან შენ მევასები და პირლო მეორე. თქვენ ისეთი მაგარი წამყვანი ხართ, ჩვენი კარგი ძმა. აქ ბევრი სტუმარი მოსულა, მეგობრებო, მე-9 ეპიზოდს წერთ უკვე, მაგრამ იგი მაგარია, სიმბა. ეს ქუთაისური პირფერობა. აუ, ფავს მომინათ, რაუც ნეტა შენი ხმა მომცაო ორ ადამიანზე მაქვს ნათქვამი, ერთი თქვენს და მეორე აჩიკო ბერიძე. ეს იყო პირფერობა. ჩემი მაესტრო არის, ჩემი მაესტრო.
კი, ძაკაია. მოდი გადავიდეთ ხა სერიოზულ საუბარზე რა. გადავიდეთ. გამას დაარსების ამბავი რო გითხრათ, როდის დაარსდა, როგორ რანაირად რომ მოგვიყვეთ? ბევრი ის იყო, დავით არაობა. სანამ გამა იყო, აირონ ლაშამ და მისმა მეგობარმა წამოიწყეს მუშტიკრივი, მომიწვიეს მე. მოკლედ რო თქვა, წავართვი. მოკლედ რო მოერიე ხო? ნუ რაღაც კონში პირდაპირ არ დავჯახებულ ვართ და მერე ხო მოვერია იცი რატო? გიგას დაუძახე მასტია მიყო. და იმათმა ვეღარ მცემეს. მერე უკვე გავიყავით. და გამა დავიწყეთ ჩვენ, იმათმა გააგრძელეს, მაგრამ ჩვენ გამოგვივიდა იმათ არა. ესე იგი ფაქტიურად შენი შემოტანილია საქართველოში ეს ჩხუბები და უბედურობები, ხო? ჩანამდე დიდი ხანია იყო. ჩვენ პროსტა უბრალოდ ის მივეცით რა, რაღაც ფარგლები და ცივილური სახე, რავი, თუ შეიძლება ცივილური სახე ეს რო დავარ. კი, გუშინ უყურე საკმაოდ ცივილური ეპიზოდი იყო სხვათა შორის. ისე შეიძლება რომ ვიძმაკაცოთ? რა თქმა უნდა, მე მეგონა უკვე ვიძმაკაცოთ. იასნად. Короче, ესე იგი გამოდის რომ კორტავას და პიტბულას ჩერეს მაკაცი ვარ. აი, ბარეოს. მოდით, აბა მოდით. თქვენი აზრით გამას ისტორიაში ყველაზე მაგარი მებრძოლი რომელია? ყველა ასპექტი. მაშინ პიტბული. 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 პიტბულს ეპატიჟებით ჩვენ გადაცემაში სხვათა შორის. პიტბულს ეპატიჟება ჩიხუახუა ლუკა გაბელაია. ლუკა რომ მიიღოთ გამაში თუ არის შესაძლებელი? ეს არა, ეს ლუკა. ზედმეტ სახელს თუ მოუგონებთ. იმას გამოვიტან ხოლმე ასე ნობრებს შემოვა ასე. თქვა ჩიხუახუაო წერან. პიტბული და ჩიხუახუას ჩხუბი. უეჭველი ხო ჩიხუახუა მოიგებს ახლა. თქვი? კი ბატონო, აბა რა. ძალიან დიდი მithმა და ინტერესია ერთი ბრძოლის რა, ბექა კორტავა და მელიქიანი. თქვენი აზრით რომელი მოიპოვებს გამარჯვებას ამ ბრძოლაში? რო შედგეს, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით ჯერ უნდა შედგეს ეგ ბრძოლა. და ძალიან ესეთი ბევრი ვარიანტებია. იმიტომ რომ შეიძლება სხვა მოიგოს. ხო, უყურე ბექა კორტავას გასაერთიანებელი აქვს ფარჯიანთან ქამარი. ჯერ ეგ. ანუ შეიძლება ფარჯიანმა მოუგოს, ხო? და იტოქში ფარჯიანმა და იმანი ჩუბოს მელიქიანმა. ამასთან ერთად ფოლადა დავაბრუნე. და აი ისეთი თემაა რა, ვისთან როგორ რანაირად, ვინჯობია, რაღაც გასათვლელია რა, რაღაც. ვა, ფოლადას დაბრუნება ძალიან მაგარი ამბავი. ფოლადა რო წავიდა ძმა მოიყვანა და ეხა ორი ფოლადა ყავს. ძალიან მაგარია. ორი ფოლა, ერთი წავიდა, ორი მოვიყვანა. ბატონო გიორგი, რო ამბობთ ხოლმე რაც რინგზე ხდებაო, რინგზე ვერ რჩებაო, ეგრეა ხოლმე სულ თუ არა? აბა ვიტყუები შენ. ან კბილებსაც იკტოვებენ თუ მიაგვთ? ეგ როგორ გამოდის? არა, უბრალოდ ბევრი მაყურებელი ვერ არჩევს რაღაცა trash talks, რატომღაც გონიათ რომ შეურაცხყოფას აყენებენ ბიჭები ერთმანეთს. არა და ჩემი აზრით წარმატებები ძმაო მეტი ტყუილია ვიდრე როცა შიშველმუშტებზე ხვალ უპირებ ხალახვას ტიპს ვიდრე უთხრა ხვალ დაკეთე აბა შენი შიშუბზე მოყოც ხვალ ქცემა რა ვიცი მინდა მაგრა გაგლახო ეს ყველაზე უცნაური მიზეზი რა ყოფილა სადაც მებრძოლი არ გამოცხადებულა რა მებრძოლი არ მოსულა აუ ეს დღემდე კოშმარად მახსენდება პიტბულს ჩაეხსნა სამჯერ ნუ ერთი და იგივე სამჯერ ჩაეხსნა მეტოქე და პირველი ვინც ჩაეხსნა ეს იყო დაჩირთველიაშვილი და ურეკავთ უკვე რინგზე გამოსვლის დროა რა უბრალოდ მუსიკაა ჩართული ბოლია და დაჩი სადა ხარ და არ მოვალო რატო სახის ძვალი მткиვა მე მაქვს ესეთი რა შილაკი მაქვს ახალი გაკეთებული და არ შეიძლება აუ ეხა სახელს არ დავასახელებ იყო ეგეთი რა ძამს გავსი იყო ხაიპური ბლოგერების ბრძოლა უნდა გაგვეკეთებინა და ერთ-ერთმა მეო ფილერი მაქო ტუჩებში
და არ მიღირს. არა და აი როგორ უტევდნენ ერთმანეთს შენია, просто დაკიპადიესდებდა რა. ფილერი ქონია. კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. თან გოგოს არა, ბიჭს. ახალი ნაბანი ვარ. გავცილდი. თავი გაუშალებ. ან რო ურეკავდა, სიტყვით გადავწყვიდოთ, ბიჭო, რა ის მაჩხუბე ახლა. აუ, მაგარი ამბავი. ნუ წონას რო აბარებენ, ხო, და ბევრი ნუ იკლებს, სერიოზულად იკლებს, ბაქარი მაგალითად, რა მინიმუმ 60 კილოს იკლებს და ეს ნუ მინიმუმია რა და ბევრი 10-საც იკლებენ და რამე და დილით ვიბარებ წონებს სპეციალურად 8 საათზე ავდექი რომ მეთქი ბიჭებს ახლა გაუსწრო რაღაც მაინც ხა ბევრს ვერ ძინავს ამ შილზე და დაუწყალი რო არ აქვს დალეული და რამე და ნუ თელ პირველამდე ველოდები და ბადურაშვილი არ მოდის. მეთქი დავით მოდითქო რა და აუ ძმურათო ვაკეში ნუ გამომიყვანა ხა გდანიდან და მოდი აი და გეფიცებიო 76 ვარ. მეთქი აი ხა მე გადავები არა თუ გინდა ვიდეო კოლი დაგირეკავ. სასურზე დაუდგები და ავიწონები. აუ ვაკარი სიტუაცია. შენ გგონია რომ ეს მიზეზები შენ გადაობის პონჩი მოიგონე, მაგრამ უმეტესი მათგანი მოსმენილი. ესეთი თამაში გვაქვს რა, თქვენთან სელებრიტები, ცნობილი ადამიანები, ვისი ჩხუბი იქნებოდა საინტერესო სანახავი თქვენი აზრით? ვისი და ვისი? ყველას. ერთად. ლიშმი ჩხუბი. TikTok-ის კამანდა შევკრივავდი, ვინც არის ახლა ცნობილი ერთ ოთახში? აი მე რო გამომიწვია გახსოვს გამატრენერი. კი. ვერ წნარდება მაინც და მე გამოიწვია მავანი. და ძალიან გული დამწყდა რომ არა და მე მავანის თავის დროზე ვთხოვდი რომ მეთქი მოდი რა შენ ეჩხუბეთქო და მის გადაცემაში არის ეგ კადრები და თითქოს დათანხმდა და ამან რომ გამოიწვია აღარ გამოეხმაურა და აი რაღაც გულდასაწყვეტია. ყველაზე აქტუალური ჩემთვის ეგ ბრძოლა იქნებოდა დღეს. მავანი. თან ტანითაც, წონითაც რაღაც ერთ კატეგორიაში არიან რა. საინტერესო სანახავი იქნებოდა მართლა. ჩვენ გვაქვს ესეთი ვარიანტი, რომ გიორგი მასხულია და სოსო კავგავაშვილი. კაია. შიშველი თითებით. ტრამპი და ილონ მასკი? ტრამპი და ილონ მასკი შესანიშნავი ვარიანტი. არ არის კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ტრამპი მეტად ხანში შესულია. ხო. ტრამპი და როგორც დანავაით ხო ამუშავებდა ტრამპი და იმის ილონ მასკი და იმის ცუკერბერგის ბრძოლას. ხო. აი ეგ ძალიან დამწყდა გული რომ არ შედგა. დანა თუ ვერ გაართვი თავი ძმაო გადმოგვაბარე. რას ჩემობ თუ არ შეგიძლია ვი? აი ჰონორარი თუ ვერ ეყოთ ჩვენ შეგვიძლია. გვაქვს საშუალება. რაც არ გვიჭირს ფულია. კიდე ერთი ვარიანტი გვაქვს ესეთ ნიკოლოზ ჟავანაძე ხო გაგიგიათ? გამიგია. ნიკოლოზ ჟავანაძე და მერაბ დვალიშვილი. ხო, ანდერდოგი რომელია საინტერესო. მერაბ დვალიშვილზე რა სიტყოდით დღეს ჩამოვიდა საქართველოში. ისეთ ცალკე უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო მერაბს რომ ოცნება ამიხდინა. ზოგადად YouTube არხი რო დავიწყეთ მე და გიგამ ჯერ გამაც არ ერქვა და უბრალოდ ასე ვთქვათ საბრძოლო ხელოვნებების მიმოხილვა იყო და ნუ სათამაშოდ სავით ქონდა რა და პირველი თემა რაც ავწიეთ რომ ასეთი კაი პოტენციალის მქონე ერი ვართ მიუხედავად იმისა რომ ცოტანი ვართ ძალიან ხარისხიანები ვართ რა და რატო არ არის ჩემპიონი UFC-ში და ასე აგიხდა ყველაფერი კაი. სულ რაღაც 3 თუ 4 წელიწადში ორი ჩემპიონი გაიჩნდა უცბად და დიდი მადლობა მერაბ, დიდი მადლობა ილო და ცალკე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ხელა მაგალითისთვის რაც პატარა ბავშვებს აქვთ, იმიტომ რომ ჩემს პატარაობაში ასე მასიურად არ იყო ახალგაზრდობა საბრძოლო სპორტით გატაცებული. ხომ არის ხოლმე რაღაცა უცნაური სპორტები რა, აი ტელეფონის ჭიხურში ჩხუბი, მანქანაში ჩხუბი, სახეში შემოლაწუნება. არ გეგმავთ რამე მსგავს აი რაღაც უცნაურს? ამ შემოლაწუნებაზე ვფიქრობდით, მაგრამ
მეც და გიგაც ვინაიდან საბრძოლო სპორტიდან ვართ ასე ვთქვათ გაზრდილები, რაღაც სხვა ფილოსოფიას ვდებთ თუ ეს უბრალო საქმე თუ გატაცება არ არის ჩვენთვის რაღაც მთელი ცხოვრება ამით ვაპირებთ რომ ვიყოთ დაკავებული და ეს თემა რომ გავზარდოთ და ვინაიდან UFC-ში ძალიან გამართლებულია და ყველა გათვლით გამართლებულია როგორც ბიზნეს მოდელი. კი, გვიფიქრია, მაგრამ აი გული არ მეგვიდის რა მართალი რომ გითხრა და უახლოეს პერიოდში ჯერ კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, სურვილის დონეზეა უბრალოდ. გეგმა არა, მაგრამ გინდათ ხო რაღაცებს გასულ. შეიძლება, რავი. მე და ლუკამ რო ვიჩხუბოთ გამაში, რამდენად შესაძლებელია. ხო ეხა ვიჩხუბოთ ბიჭო. მაშინ ესე ვთქვათ რა, რამდენ ლაიქზე უნდა ავიდეს ეს ვიდეო რომ მე და შევიჩხუბოთ. 10 რა გინდა ბევრი კაც 10 10 გინდა მომაკლევინო 10000 გამირბის ხო ხედა 10000 ვერავა იცის და კაი მაშინ გამაზე გადავაზია მაგრამ 10000 მაინც ბევრი რაღაც ცოტა რეალ თუ არ 3000 თუ სადნავ ძმაო ეგრევე ვის უზადნავ ამას როგორ დაუზადნავ აი ტრეშტოკ წავიდე რა გინდა რა მაგრა დაიწყო რა გინდა ბიჭო კაროჩე ისე გცემ აი ისე გაგლახავ რა ვიცი მაგ შენები კი არა face ID ვერ გახსნის ეს iPhone-ის რა აი ტრეშტოკიც ესეთი უნდა დააბრუნე ეხა მე უნდა უპასუხო ხო იასნია კაროჩე ისე გცემ ისე მაგრად გაგლახავ რას გაგთმა იმასაც აგაყრევიე ყველას ჯაკუზი მე არ ვიცი რა ხდება ეს შენა ნერად უნდა ვცემო ბიჭო გრძელთმიანი ხარ შენ მელოტებს მიყავს ეხა მაგრამ რა მაესტრო დაამთავრე გადაცემა მოდი აქ შევიდე რა გინდა მაესტრო დაამთავრე გადაცემა მაესტრო მეგობრებო ეს იყო სულ გუგუნი ამიერიდან წამყვანი მე ვიქნები შევხვდებით მომავალ გადაცემაში აბა შუბლი ჩავარტყა